რა ვქნათ, შემოუშვათ? გასაგებია. შემოუშვა. მომზადეთ. სიცოცხლე, როგორ გამიხარდა შენი ნახვა, შენი ჭირიმე, შენი, კომია SSR-ის მერე არ მინახი ხარ. ესე შენი ნახვაც არ არის ადვილი, ლეო ჯანი. ოიცი, შენთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია, მოშე. აი რომ მითხრეს, ვიღაც კრიხელი გელოდებაო? აი ესე გავბრაზდი, მეთქი თქვენი დედავატირე ძმაკაც როგორ ალოდინებთ მეთქი კაცო, მაგრამ რა უნდა მოთხოვო. მაგაზე არ იფიქრო კაცო, მე გარეთ ყოფნას ხშირად ვნატრობ ხოლმე, ხო ვიცი? შეგენაცვალე. აი ძმობას ფიცოვარისე გამეხარდა რო გნახე. რას აკეთებ, რას მოვაწეო? რას მოვაწეო, რა ვქურდობ ცოტას და ეგ არის. არ მოიშოლე? რომ მოვშალო, რა უნდა გავაკეთო? ცოტას ვქურდობ, ცოტა რას მორკები. ცოტასაც ვფიქრობ, რა იგივე. მეც მაგ საქმით ვარ დაკავებული ჩემოში. მეც ვფიქრობ. ეგეთი დრო დადია. უნდა იფიქრო. მოიფიქრე რამ? აი კაკრას მაგაზე ვარ მოსული. გეტყვი რა. მოდი ჯერ ერთი კარგად ვივახშმოთ და მერე მეთქი. არა, ვახშამი არა. ჯერ საქმე, მერე ვახშამი. ჯერ როგორც იტყვიან ბიზნესი, მერე რაზბორკა, ჰა? ლეოჯან, მე ვიფიქრე რა. იცი სად უნდა იშოვო? იქ სადაც დიდი ფული ტრიალებს. მე სადაც ტრიალებს დიდი ფული? ყველაზე დიდი? ხო, ყველაზე დიდი. შენ როგორ აფიქრობ? დიდი ფული სადაც ტრიალებს. ბენზინი, ღვინო, ხეთხე, მელოჩი. მელოჩი, აბა სადა? ციხეში. თბილისის ციხეში დღეში რო ფული შედის. იმისი 10% იცი რამდენია? 20-25 ლარი? ლარი. წილში როგორ უნდა ჩაჯდე? შენი ხალხი უნდა ჩააყენო საქმეში და მიდი. პატიმრის ფულია? რავინა, პატიმრის ფულია, მაგრამ გააჩნია პატიმარს არა, პატიმარიც არის და პატიმარიც. თუ ჩვენი ხალხი იქნება, თვითონ აკრეფენ იმ ფულს, იხეირებენ თვითონაც, ხო ეგრეა? ფრაერი დახარჯავს. მოკლედ, სულ სხვანაირი ციხეები უნდა აშენდეს, აი. სანატორიუმები ვით უნდა იყოს. აი ჩვენ ხალხი, გარეთ, მაიპარავს დაიჭერეთ, ჩასვამენ, დაისვენებს. მე კიდე გავაგარეთ, მაიპარავს დაიჭერეთ, ისევ ჩაჯდება, კიდე დაისვენებს. ზამკნუთი ციკლ რა. მაგას პოლიცია, მილიცია დაგანებებს, ეგენი უყურებენ. ბიჭო, ჩვენც ციხის რეფორმა მოვახდინოთ, ეხლა ხო იცი, რეფორმა მოდაშია. ვინ უნდა მოახდინოს ეგ რეფორმა? მე და შენ? არა, რათა მე და შენ. არის ერთი კაცი რა. უცხოეთიდან არის ჩამოსული ზუსტად მაგ საქმეზე. მოკლედ, პენიტენციალная სისტემა. ო. შენ ახლა მაგის შებმა არ გაგიჭირდება. შეახუჭუჭებ პატარას რაღაც ამბავი, ხო ეგენი მიმდობი ხალხი არიან, მეამიტი. შენ კიდე არ შეგეშლება ესა. ნახოთ. რა ვნახოთ, იფიქრე.
გაჩვენდი ბიჭო უცხოელები არის. არც ხარია ლაბაძე, ა? არა. თუ შეიძლება გავახთ კარები. გაუ. ძალს დამავალ. ჟანდაბას გავუღე. ეს თავი. ელა. Прошу. ამგერზე მორჯანით. გამარჯობა. ფატიმა. ლაბაძე ზედმეტ სახელად ხალადეცა. გამარჯობა ფატიმა ლაბაძე. კაი გამარჯობა თქვენ. როგორი პირობები? რას მეშივით? It's okay. აი ეს გავიდეს რა. Sorry. ასეთი წესი არ შეიძლება. ვა, აბა ესა ყოფილა რა. მარჯორი უორდროპის ბიზაშვილი. თან ამაგრა ბაზრობს ე. Please. დაიწყეთ. თქვენ მეკითხებით რას გუჩივი? ხო და მეც გპასუხობთ რა. აი რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ჩემო უცხოელო უფროსო? ლაბაძე. მე ლაბაძე დაბადებიდან ავარ და между прочим ვამაყოფ ამით. ო, ეს კი წურბელაა და ვამპირი. ესაა რო წოვს ჩემისთანა უბედური პატიმარის სისხლს. წოვს და წოვს. თან ყველაფერში ფულს აქვს. ვა, რიცმები მასება ხოლმე და ვეღარ ვიკავებ. Zozo. Please. Right. არც ხარია ლაბაძე. არა. ლაბაძე, რაში გთხოვენ ცილს? ვა, ვთქვა? მაიცა, ჩაუშვა? Конечно. Იმიტომ ჩვენ ვართ აქ. ჩაუშვი. Хорошо. Берегись. იცდა, აი ეგარს ჩაწევ. ეგ არის ცილის სამება. აი ხო ხედავ? ხადავს, ხუმრობა რა, აი. ყველაფერს ვიტყვი. ვიდეო კასეტები ფული, სიგარეტი фули, არყის შემოტანა фули, წამალი фули, თანაც თავის фули. Молодой человек, что вы себе позволяете? ამას წინათ კიდე ფეხბურთზე მინდოდა წასვლა. იმხელა სტავკა მომიხია, თანაც იცის რომ მიყვარს რა ეს ფეხბურთი რა. თან პრინციპული თამაშია, თო? არა, არ გამიშვა. Okay, საკმარისია. ნახვამდის. До свидания, Лабадзе. ულია. ლაბაძე. Хорошо. ციხე ქურდებისა, ბიზა. ეს სიკვდილის კამერებია. უბრალოდ იყო იციკა ედემს ვეძა. ძველი აშენებულია, ძველი წარმოდგენა. გერბეფიზოს. მოძენ ხილათ. აი და სარემონტები. რას ნიშნავს ედენი? ედენი, ედემის ბაბი. ჩვენმა პიჯამაში არ გვესაბა წარმოდგენაკეთ. მოძენ. Sorry, Mr. Shalva. გამირეთ თუ შეიძლება. ისეთ აი ეს საკანიც არის გახო. მაინც გრაბ. მოდი მოახლა. მოდი აბა. სამუზიო. ებიჯო. ვიცა. სუპერკეთ. ჰეი! სამუზიო. კიდევ ერთი.
იცით რა, გარემონტება გვინდოდა, მაგრამ აი სასრები ინვესტორები მჭირდება. Mr. Shalva, what's happened? ეს რა ხდება? აქ ბუღა იჯდა. ბუღა გვარად გორდეზიანი. მინა გორდეზიანი. ბუღა, საშიში ბოროტ მოქმედი, მეტად საშიში. ეგ ჩემამდე იყო. Mr. Shalva, მე არ მესმის როგორ შეუძლია ადამიანს ეს როგორ მოხდა? როგორ და ასე. აი გაცვლით. აი აქ ხო. ზაბლუშკა ქონდა ჩაჟანგებული. ხო და იმან კიდე ასე. ორი თითით მოამტვრია. ერთხელ ყვირილი ატეხა სამი შემოვარდით. გადმოგვიდა ცხენისწყლის მით და მოგიშვა ადუღებულში. შეუძლებელია. რა შეუძლებელი. არ გახსოვს უფროსო როგორი დამდუღრული ვიყავი. აი თუ გინდათ გაჩვენებთ. აი ნახეთ. შეუძლებელი ეს ადამიანის ხელმა როგორ გააკეთეს? ასეთი ძალა, ესეთი ის ყოფილა ექსტრაორდინალური პიროვნება. Ну просто уникум какой-то. აჰა. Mr. Shalva, სად არის ამჟამად? ამჟამად ასად. ვერ გავიგე. იცით რა, განაჩენი სისრულეშია მოყვანილი. უმაღლესი ზომა? დიახ, უმაღლესი ზომა. ხომ არ მეთქოდით რა დააშავა? დააშავა იცით, როგორ ვთქვათ, ქურდობა, ყაჩაღობა, ბანდიტობა, ძალადობა, გამპატიულება. დიახ. Okay. ძალიან საწყენი მესტა დიახ. ესეთი ძალა, ესეთი ღონე, ალბათ შეიძლება და მსოფლიო ჩემპიონი ყოფილიყო, გინესის წიგნი, etc. რომელი წელი? რა რომელი წელი? უმაღლესი ზომა. ის 94 იქნებოდა. 94 ხო? ხო, უფროსო. იგი. 95-ში იყო. 15-ში ყოფილა. პროცენტ. Thank you. Hello, sorry. Einen Moment. Sorry, Mr. Schätztoma. Schätztoma 94 წელს. დახრეთა არ იყო. დახრეთა. Schätztoma. იცით რა, მე ახალი დანიშნული ვარ ამ თანამდებობაზე და აი ძველი უფროსის მისამართს მოგცემ და ყველაფერი გაიგდება რა. ეხლავე ჩაგაწერეთ. სანზოლის დასახლება, კორპუსი 20A, მინა 13. საკათე. Thank you, danke schön. Bye-bye. Wiedersehen. მაგბუღაზე ბევრი გამიგია. ეგ ახლა შერეშურს ცნობილი ვინმე იყო. აი ილია ჭავჭავაძის კაკო ყაჩაღებით. კაკო ყაჩაღი გამიგია. კიდევ უფრო მაგარი. ერთხელაც ეს მამამ გითხრა. მოვიდა და ეგეთი რამე არ მინახავს და არც გამიგონიაო.
ესე იგი, ერთხელაც მამაჩემი თავის კაბინეტში მუშაობს და უცებ ბახ. თავისი კამერის კარი მოუგლიჯია და მამაჩემთან მოუტანია. მამა ეუბნება, ეს რა გიქნია, ბუღა? ციხეს ანგრევო? ის კიდე უსამართლობზე ვარ. შენ დიდ პატივს რომ არცემდე, ციხე ვერ დამაკავებსო. ხო თვითონ ხედავ, კამერიდან როცა მინდა, მაშინ გავალ. ეს კარი რას გამაჩერებს შენთან? სიმართლის დასამტკიცებლად მოვედიო. მამაჩემი გაუწყრა. სოციალისტური ქონების გაფუჭება არ შეიძლება. ახლავე უკან წაიღებ და თავის ადგილზე ჩამოკიდეო. გმადლობთ, მე არ შევ. ჭაჭა, ლორჯან, 60 გრადუსով. გავიმარჯვეს. როდის მოიყვანეს განაჩენი სისრულეში? ახლა ასე განსაჯეთ, ბუღას დახრე და არ იყო იოლის საქმე. ხო და მოტყუები გაუყვანიათ. თვითონ პრაგულგაზე. რა იყო დედი რა თავს აქიცინებ? არაფერი შვილო. თუ არაფერი და გააჩერე ეგ თავი. არ გავაჩერებ. ეტენც ჩერ. ბუღა ეგრე არ მომკვდარა. Я точно знаю. მაშ როგორ ქალბატონო? სერგო მესროლა. სერგო? სერგო. ჩვეულებრივად, ოღონდ დიდი ჟაკანის ტყვით. ძია სერგო? დიახაც. ო, ვიზა ჩემი იყო. ამის ნახევარზე. შოროსგან ვიცი. როცა ვინმეს დახრედნენ, აი უგონოდ თვალი მოდიოდა. აი იმ დღესაც ეგრე მოვიდა. ჩექმები გავხადე, დავაწვინე, დაიძინა. ცოტა ხნის მერე გაიღვიძა. ცუდად იყო. ტაშტი მიუტანე, პირი ბავშვი დავბანე. ტირილი დაიწყო. ქვეყნად შენს მეტი არავინ არ ამყავს. პედრულა მოდიდე ბულა დიდე სერგო ძალიან მაგრად ისროდა რა. ახლა მაგის საქმე ეგიხოდა. იცოდა რა თავის საქმე. პირველი ტყვია პირდაპირ შუბში მარტყავა.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა იმათი სული. ვისი? ყველა წასulis. არ იყო ეგრე და რას გინდა ის მითხარი? ერთი ტყვია ბუღას მოკლავდა? კარგი რა დედი, მამაჩემი ფხიზელი რომ იყო, მაშინ გატყუებდა და მთრალი რას იზამდა? დააფიქრდი. იქნებ იმ ჯერზე სულაც ხვანვინმე დახრდეს. რა იცი? სუსკაც. ჩემი ჯალათი ძმა ცოცხალი აღარ არის. გროღოტანი ირაგლუხ. იშმაკმა წაიღოს მაგისთან. იქნება მაგათ ოჯახში მიხვიდე. Наверное, Ирма все точно знает. ვისთან? მაგის შვილიშვილთან, ირმასთან. ნათელში იყოს იმათი სული. ყველა ტანჯულის. წამოგწადეთ. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ სარდაფში ბევრი ვირთხა. ვირთხები? იცით, მოდი მე აქ დავჩინე. კეთილი ზოზო. არა, იცით, მე არ მეშინია, მაგრამ მაინც აქ დავჩინე. მიხანად ასეთი წესი ყოფილა. იმხანად ასეთი წესი ყოფილა. სროლელს ანუ ჯალათს სიკვდილ ნისჯილის ტანისამოსის წამოღება შეეძლო. ბაბუა ჩემიც მუდამ ამ პრივილეგიით სარგებლობდა. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ექსპოზიცია მოაწყო. პატარა რომ ვიყავი, ფეხსაცმელების დალაგებაში ვეხმარებოდი. კაცრავად. მე არ შემშინებია. უბრალოდ ვიფიქრე, მისტერ ენდრიუს ხომ არ დავჭირდება. რა ხდება აქ? ჯალათის მუზეუმია, მათვილო. არა მარტო ჯალათის და არა მარტო მუზეუმი. არამედ სახელოსნოც. სახელოსნო? განაჩენის სისრულეში ბაბუა ჩემს რომ მოეყვანა ბუღას ტანსაცმელი აქ იქნებოდა და მე მემახსოვრებოდა. აუცილებლად მემახსოვრებოდა. მე ხომ სულ ჩამოვდივარ. Sorry. ეს ზარები პატიმრებმა გააკეთეს? არა. ამ ზარებს მე და ბიძა ჩემი ვაკეთებთ. და ჯვრებსაც. ჩვენი წინაპრებისა და საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად. და შემდეგ ეკლესიებს ვწირავთ. ვითხა! აქ ბევრი ვირთხაა. მე თუ მკითხავთ, ტყვით მოკლა გაცილებით სჯობს. თუ მოწამლავ დიდხანს ყარს და მერე სუნიზევითაც ამოდის ჩემს საძინებელში. ბატონო ენდრიუ, დიახ ზოსო. ხვალ ძალიან მჭირდებით? ძალიან არა. ჩემს გოლფრენდთან მინდო დაწესო. ზადი და 3 საათზე მოდით. რა შეეთით საქმე, შორს ცხოვრობს და საღამომდე ვერ მოვასე. რა გაიწყობა გოლფრენდი საჭიროა. გმადლობთ და თან ბოდიში. Mr. Andrew, ლეიტენანტი ჩაჩუა. უშიშროების სამსახური. უშიშროების სამსახური? ყოფილი. ყოფილი. დიახ, რა ნებას ყოფილი ლეიტენანტს ჩემგან? ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. რა ინფორმაცია? მე მგონი თქვენ გაინტერესებთ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის ბედი. მინა გურდეზიანის. ბუღას
მინა, დიახ, უგა. დიახ, დიახ. მერე? ერთ წუთს თუ მაჩუქებთ, გთხოვთ აქეთ მოვწადეთ. კი ბატონო. ოკეი. დიდი მადლობა. დიახ, უშიშროებაში ვსახურობთ. ახლა ბიზნესში ვარ. მცირე ბიზნესში. დიდ დროს გართმევთ ენდრიუ ბატონო. მართალია, ჩემი დროც ფულია. არც ისე დიდი ვარ თქვენი, მაგრამ მაინც გაჩნია რა ინფორმაციას ფლობთ? თქვენ ბუღას ბოლო გაინტერესებთ. ბოლო წუთები. ანუ ასასული. ხომ არ ჩნდება? დაუშვათ. პირველი ინფორმაცია, პირველი ხელიდან. დაიწყეთ. კი, მაგრამ ჯერ ხომ არ მოგველაპარაკა? მოგულაპარაკა? დიახ. რას გულისხმობთ? ეს ქართველები თუნდები ქართველები დიახ. ეს რა არის? მე ვფლიდი რომ თქვენ ჭეშმარიტად დაინტერესდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ბედიდან. რა არის? ზუსტად ასეთია ჩემი ინტერესი და თუ ინფორმაცია გამართლდა ამდენსავე დაგიმატებთ. რა გაიწყობა ქვეყანა კრიზისშია. ბატონო იძულებულნი ვართ კაპიკებად მოგემსახურეთ ამ ფულიან ხალხს. ბატონო ჩიჩოა, თქვენ 5 წუთი გაქვთ ბატონო. ვეცდები ჩავედიო. თქვენ ალბათ იცით რომ მინა გორდეზიანი, ანუ ბუღა, სასწაული ძალის პატრონი იყო. ერთ-ერთი კარი ვერ უძლებდა და ვერც კედელი. ხელმძღვანელობა განაჩენის სისულეში მოსაყვანად სპეციალურ ბუნკერში მოთავსება გადაწყვიტა. სხვანაირად ვერ მიეკარებოდი, ვერც განაჩენის გამოსატანად გაიყვანდი. დახვედა რომ მქონდა მისჯილი, ეს თქვენ უკვე იცით. ამოვიდა სპეცდადგენილება. შედგა ხარჯ დაღრიცხვა, პროექტი და მთელ ამ ღონისძიებაზე კონტროლი უშიშროებას დაევალა. მე ჩემი თვალით ვადევნები ამ საქმის მიმდინარეობას და ამაზე უკეთეს სარწმუნო წყაროს ვინ მოგახსენებდა. კამერა უნდა ყოფილიყო თლად მიწაში. ზემოთ ირგვლივ ბეტონი. ზემოდან კიდევ ბეტონი. და პატარა რეშოტკა. ატომიანი ისე ცელნოტიანუტი მილებით. არც კარი, არც პანჯარა. თუ მიაკვდიდან საკვებს, ზემოდან უნდა ჩაეყარათ. წყალი ზემოდან შლანგით. ყოველგვარი მოსაქმება შიგნით. დაიხარჯა. ახლა მოგახსენეთ რა. 16 კუბომეტრი ბეტონი. და ის საკმაოდ 3 ტონა არმატურა. და შიკ ადამიანი როგორ ჩასვეს? მაგ სურათს რა დამავიწყებს? ცირკი.
შეიძლება? აა. მადლობთ. სად ჩვენი და სათქვენებული მალბორო. აი? თუთუნი ამას ქვია. ნახე. გებონახლა. ესე იგი ადამიანი ხელებს შებორკილი ჩააგდეს იმ ორმოში? არა. რა უნდა არა. მაგისთან აქტს. ადგილი არ ქონია. არა ხუბან. მე იქ არ ვიყავი. მაგას როგორ დავუშვებდი? დიახ, თქვენ გამახსენეთ. ეს მეგავეცი განკარგულება რომ ტროსი გადაეჭრეს და გადაჭრეს კიდევ. მე აქედან, ზემოდან. ამოდენა კუსაჭკით. ხელზე მოხვეული ტროსი გადაუჭრეს. გათავისუფლდა კიდეც. ფეხები? ფეხები შეკრული დარჩა, აღარ ბოდიში და აღარ ვიცი წამოვიდე ჩვენ. ფეხებს გაისინა აბარასისამდე. ხელები რომ მოუხშუშდებოდა. მაგისტრის ტროსის გაგლეჯა. იგივეა რაც ჩემთვიდან თქვენთვისაც კოჭეცაფის გაწყვეტა. ახლა მივადგეთ თავარ საკითხს. ხსენებული ბუღას ბოლო დღეს. პატიმარის გამოყვანა საშიში იყო. საშიში კი არა, შეუძლებელი. პატარა ოპერატიული თათბირი მოვაწყვეთ. გადავწყვიტეთ საკანშივე ჩაგვეტარებინა ოპერაცია. ზემოდან. მე ხომ მივხვდით. მენდეთ. სიტყვას წყალი არ გაუვა. მეორე ნახევარს როდის ვეღირსებით? თუ თქვენი ნათქვამი დადასტურდა, მეორე ნახევარს მიიღებთ. Mr. Andrew. Thank you. ნაცნობი ხომ არ არის ვინმე? არა, ჩემი ნაცნობი არა, თქვენი ნაცნობი იქნება. Sorry, სად მიდიხართ? ჩვენ გვინდა სამინისტრო იუსტიციის. ხომ ხედავთ ვიღაც მოგდევთ, ჯერ მოვიცილოთ. უკაცრავად მე არ მინდა მოვიცილო. მე მაქვს შეხვედრა. შეხვედრა სხვა ადგილზეა გადატანილი, უფრო კარგ ადგილზე. ბუნება და რამე. ბუნება და რამე? მე და თქვენ საიდან იცით? სამსახური გვაქვს ესეთი, ყველაფერი ვიცით. გააჩერეთ მოტორი. მისტერ, ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება, ისეთ ადგილზე მიგიყვანთ არინანებთ. მეგონებით გააჩერეთ მოტორი. 2 წუთში ადგილზე ვართ, ყველაფერი რიგზე იქნება. მისტერ, არ გინდა რა შიპიტი რა? შიპიტი? რა არის შიპიტი? გააჩერეთ. მოვიდნენ. ეზოში შემოდიან.
ხარ ერთ საფილმო. მოგესალმებით, ლორდ ენდრიუ. დაბადეთ რომ მოგიტაცეთ, მაგრამ ასე ადრე მაინც არ გელოდეთ. იმედი მაქვს არ დამკრახავთ, ლორდ. არა, როგორ გეკადრებათ, მე პირიქით მივესალმები, ძალიან მომწონს ესეთი თავისუფალი არაოფიციალური ურთიერთობა. ხედავ ქართულს წინვალეთ ფლობთ. ამიტომ მე ჩემი დამტრეული ინგლისური და არ გაგაღიზიანებთ. სკოლაში გერმანულ სწავლობდი. Ach so, wirklich, das ist gut. Wir können auch Deutsch sprechen. Nein, nein, das ist schon lange her. მოგესალმებით, ლორდ. სამწუხაროდ ამდენი დრო არ აქვს. აბადეთ რომ არ გაგამწყილებ და სასტუმროში არ მოგაგიხდეთ. ხალხ იმდენი გამიგია თქვენზე რომ შეიძლება ითქვას შორიდან კარგად გიცნობთ. თქვენის ნებართვით ლევან გურჩიანი. wird mit სახელად Leo, richtig? Ja, თქვენ ყველაფერი გწოდნიათ. ამათმა ისე გამიხადეს საქმე რომ ხალხი ზედმეტი სახელით მიცნობს. ოფელი ქურდი, კანონიერი, ამჟამად მეცენატი და ბიზნესმენი. რაღაც თქვენზეა, თქვენ აირჩიეთ. ვისი სტუმარი გნებავთ იყოთ, ქურდის თუ მეცენატის? რით დავიმსახურე თქვენი პატივი, ბატონო ლეო? რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან. ვფიქრობ, პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ. საიდუმლოს არაფერია. ესეთ მე მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მეყვარს. და პირდაპირ გითხავთ, რატომ დაინტერესდით მინა გორდეზიანით? ბუღა რომ შეარქვეს. მისი არაჩვეულებრივი ძალის გამო. სწორედ მაგ ძალის გამო დავინტერესდი. როგორ? ციხეში მისი საკანი ნახეთ. დაკრეხილი რკინის ნივთები. იგი უნიკალური მოვლენა უნდა ყოფილიყო, ნემისან და არც თუ ისე ხშირად გვიხდება ჩვენ ამ უნიკუმებთან შეხვედრა. Verstehen Sie, was ich meine? იმიტომაც ვქვიათ უნიკუმები, ერთადერთები. მას თქვენი დაინტერესება არც სკოტლანდი არც და არც ინტერპოლს არ უკავშირდება? ბატონო რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა, მე თვითონ ახალგაზრდობაში ძალოსანი ვიყავი. იცით, ძალოსანი ვიყავი და ამდენად ჩემს წარმოდგენაში მაინტერესებს ეს ძალისმიერი მოვლენები. სპორტული ინტერესი. მიხარია, ლოდი მომეხსნე გულიდან. მაშინ მეც გამოგიტყდებით. მინა გორდეზიანი ჩემი ახლობელი. ვინ იცის, რამდენი წელი გვაქვს ერთად გატარებული ნარევთ. ისე რომ თუ რამე გაინტერესებთ,
ზაბა გულახსა. გიო რა შეიძლება შეგო გამანეთ აი ხიზლათი არაშ წავი ბატონო ლეო, უპირველესად ბუღას სიკვდილის რეალური ამბავი მინდა ვიცოდე. მე მოვისმინე რამოდენიმე ვერსია, ერთმანეთის გამომრიცხავი და ცოტა იყოს საზარელი. სიკვდილის ამბავი. სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს, რთული საკითხია ბატონო ჩემო. ბუღას სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, თუ იცით რისთვის? არა ეგ არ ვიცი. ერთი გარეწარის და იმ გარეწრის ორი გარეწარი ძმის მკვლელობის გამო. ამ ამბავს მე მოგითხრობთ. რა თქმა უნდა თუ საჭიროდ ჩავთვლით. ბოლოს ერთად ვიჯექით. რაღა დაგიმალოთ და მეც სიკვდილი მქონდა მისჯილი. სულ შემთხვევით ეროვნულმა მოძრაობამ გადამარჩინა. ციხეთ ქცეული იმპერია ირღვეოდა და თბილისის პატარა ციხის თვის ვისეცალა. ბატონ ლეო ბუღა? Wo ist Bura? Ja. Bura. Bura, თქვენ რა ვარიანტები იცით? მე ვიცი სიგი ციხის ეზოში ავტომატების ჯერით დახვრეტა, კამერაში ჯალათის მიერ დახვრეტა და მიწისქვეშა ბუნკერში ჩაგდებული შეკრული ადამიანის მოსპობა. სულ ეს არის. ბატონო ჩემო, არც ერთი. როგორც თქვენ, არც ერთი არ შეესაბამება სიმართლეს. რა შეესაბამება სინამდვილეს? ის რომ არსებობს სისრულეში მოყვანის აქტი. არსებობს კი ასე? კი, რა თქმა უნდა არსებობს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ამ ქვეყანაში აქტებს და საბუთებს არ ივიწყებენ. ქაღალდს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე ადამიანს. იმ აქტში წერია განაჩენი სისრულეშია მოყვანილი. მინა ხო რაჟდენის ზე გორდეზიანი დახვრეტილია 1994 წლის 18 მაისს. დაკრძალულია ციხის სასაფლაოზე. ნომრით 1147 G. ეს ცნობა გაზეთშიც იყო გამოქვეყნებული. თქვენ ხას უსვამთ იმ გარემოებას, რომ ასე აქტში წერია. სინამდვილეში რა მოხდა ბატონო ლეო? ჯენტლმენი ბრძანდებით ბატონო ენდრიო. და სიტყვა უნდა მომცეთ, რომ ნათქვამი ჩვენ შორის დარჩება. სიტყვას გაცლებთ. სინამდვილეში კი მოხდა შემდეგი. ეს აქტი მე გავაკეთე. უпростоრეთ ფული გადავიხადე მის შედგენაში. ასე და ამგვარად ქაღალდების ქვეყანაში ჩემი მეგობარი ბუღა მიცვალებულად. უпростоრეთ დახვრეტილად გამოვაცხადებინა. რასია ეს? როგორც სიტყვა და ჩვენი დათა თუ თაშხი. მოდით ქაღალდებს თავი დავანებო და ადამიანებზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ქაღალდებს თუ თავს დავანებებთ, ბუღა ციხიდან მე გამოვიყვანებ. ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ ბუღა ცოცხალი, რა? მე ვამბობ, რომ სიკვდილ მისჯილი ამხანაგი ციხიდან გამოვიყვანებ.